ყველას გვესმის ბავშვობიდან, რომ პური ესაა სიმდიდრე, რომლის გაფრთხილებაც აუცილებელია. აუცილებელია მისი დაფასება და არ შეიძლება მას უპატივცემულოდ მოეპყრა. ხშირად ამბობენ, რომ პურის გადაგდება არ შეიძლება. დაობებულისაც კი და ჯობს ის მაგალითად ჩიტებს დაუყარო. ბოლოს და ბოლოს პური ჩვენი არსობისა ეს ფრაზა მთავარ ქრისტიანულ ლოცვაშია. საიდან მოდის ეს და რატომ გახდა მაინდამაინც პურის სიცოცხლის სიმბოლო ტრადიციულ კულტურაში? პურის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მოდის გლეხებისგან. მათ სამყაროში პური იყო განსაკუთრებული საგანი. ჯერ ერთი ხორბალი არის ძალიან შრომატევადი კულტურა, ის ითხოვს დიდი ძალისხმევის მობილიზებას. მისი მოყვანა ძალიან რთულია და არა მხოლოდ მოყვანა, საჭიროა მისი შენახვა, დამუშავება და შემდეგ მისი წარმოება, ეს არის დიდი და რთული ისტორია. გლეხის ოჯახის კეთილდღეობა ამ კულტურაზე იყო მიბმული. რატომ არ არის მსგავსი დამოკიდებულება ბოსტნეულის, მაგალითად, თუნდაც კარტოფილის მიმართ? კარტოფილი ევროპაში გაჩნდა გაცილებით გვიან, ვიდრე სხვა კულტურები. ამიტომ მასთან დამოკიდებულება, როგორც ერთ-ერთ მთავარ სასიცოცხლო პროდუქტთან, ჩნდება მე-20 საუკუნისთვის. ამასთანავე ბოსტნეული არ იწარმოებოდა იმ რაოდენობით, როგორც პური, შენახვის სირთულეზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ბოსტნეული ყოველთვის იყო დამხმარე კულტურა. ხორბალი კი ყველაფერთან ერთად დიდხანს ინახებოდა. ამიტომ მარცვლეულის წარმოება არის ყველა სასოფლო-სამეურნეო სამიწათმოქმედო კულტურის საფუძველი. ამ თვალსაზრისით სიტყვა პური გახდა ნებისმიერი საკვების სიმბოლური შემცვლელი. ჩვენ გულისხმობთ ამ სიტყვაში გამომცხვარ პურსაც, ფქვილს და მარცვალს, მარცვლოვან მცენარეს, ნებისმიერ საკვებს და ზოგადად საარსებო წყაროსაც. კითხვა პურის ფულს როგორ შოულობ, მის ფართო მნიშვნელობას ასახავს. ეს დატვირთვა აქვს მას ნებისმიერ კულტურაში. ასე მოხდა ის სახარებაშიც, სადაც არაერთხელ არის ნახსენები პური, როგორც ძვირფასი რამ. საკმარისია გავიხსენოთ სასწაული პურის გამრავლების შესახებ, როდესაც ქრისტემ რამდენიმე ათასი ადამიანი 5 პურით გამოკვება. პურს ასეთი მაღალი სტატუსი აქვს ყველა სამიწათმოქმედო კულტურაში. ის განსაკუთრებული ყურადღების საგანია და არსებობს უამრავი წესი და აკრძალვა, რომელიც ზღუდავს ან აწესებს პურთან დაკავშირებულ ქმედებებს, დაწყებულს ხორბლის დათესვიდან დამთავრებულს მისი ჭამით. სხვადასხვა კულტურაში, გლეხების ოჯახებში, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის შუა წლებში ბავშვებს უგრძალავდნენ პურით თამაშს, ჭამის დროს პურის დატოვებას. პურის შექმნაც ძალიან საკრალური პროცესია. ნებისმიერი მოქმედება ფქვილთან და პურის გამოცხობასთან დაკავშირებულ ატრიბუტებთან იძენდა დამატებით შინაარს და არა მხოლოდ საყოფაცხოვრებოს, არამედ სიმბოლურს და მითოლოგიურსაც კი. პურის ცხობა არის პარალელი ქრისტიანი მოწამის ცხოვრების და ქრისტეს მიწიერი ცხოვრებისაც კი. ეს არის არა ვარაუდი, არამედ თავად გლეხების აღქმა იყო ასეთი. ის გვხვდება გამოცანებში, ზღაპრებში, მათ შორის ძველ ბერძნულ და ძველ ეგვიპტურ ტექსტებშიც კი. ეს არის ძალიან მყარი ხატსურათი. პური დაკავშირებულია ასევე ბავშვის ჩასახვასთან, ტარებასთან და დაბადებასთან. პური იყო არა მხოლოდ ყოველდღიური ტრაპეზის, არამედ ნებისმიერი სარიტუალო ტრაპეზის განუყოფელი ნაწილი და ასრულებდა ძალიან მნიშვნელოვან როლს. აუცილებელი არ იყო გამომცხვარი პური, შეიძლება ეს ყოფილიყო ფაფა, რომელიც ნებისმიერი მარცვლისგან შეეძლოთ მოეხარშათ. მათ სიმბოლური დატვირთვა ჰქონდათ. ზოგიერთ კულტურაში ახალ დაქორწინებულებს პურს უტეხენ და აჭმევენ და სტუმრებიც ვალდებულები არიან შეჭამონ ის პატარა ნატეხი მაინც. იგივე ხდება დაკრძალვის ტრაპეზზეც. ეს შეკრებილების ერთობის სიმბოლური აქტია. პურს როგორც მძლავრი სიმბოლური დატვირთვის პროდუქტს ფართოდ იყენებდნენ ხოლმე მომავლის წინასწარმეტყველებისთვისაც. და არა მხოლოდ მოსავალზე სამკითხაოდ, არამედ ბედზე, სიცოცხლეზე და სიკვდილზე, ქორწინებაზე და დაუქორწინებლობაზე. მაგალითად, ზოგიერთ კულტურაში პური შეიძლება დაედოთ ისეთ ადგილას, სადაც აპირებდნენ სახლის აშენებას. თუ ეს პური დილით გამოხრილი დახვდებოდათ, ესე იგი თაგვმა გამოხრა და იმ ადგილას სახლის აშენება არ ღირდა, რადგან ცხოვრება მშიერი და ღარიბი იქნებოდა. ჯობდა ამ სახლის გვერდით გადაწევა. პურს ადამიანს იმ ქვეყნადაც ატანდნენ, ასევე უტოვებდნენ და დღემდე უტოვებენ საფლავზე. პურს მიართმევდნენ ხოლმე მითოლოგიურ პერსონაჟებს თუ მათთან დამეგობრება სურდათ. ამგვარად პური
ესაა ბევრად მეტი ვიდრე საკვები. ეს არის ადამიანის ცხოვრების წესიც, რელიგიური სიმბოლოც, ერთობის შექმნის რიტუალიც და ურთიერთობის დამყარების გზად საიქიოსთან.